მოგესალმებით ურფასო ფუტკარაძეებო. მე მინდა დღეს ვისაუბრო ფუტკარაძეთა საგვარეულო კავშირის შესახებ. ფუტკარაძეთა საგვარეულოს იდეა ჯერ კიდევ წამოვიდა 1995 წლიდან, რომლის ინიციატორები იყვნენ ბატონი ედუარდი და აც განსვენებული ბატონი თემური. ამ დროს ჩამოაყალიბეს ფუტკარაძეთა საქველმოქმედო საზოგადოება ფუტკარი, რომლის თავმჯდომარე გახდათ ბატონი ედუარდ ფუტკარაძე. საზოგადოებამ რამოდენიმე საქველმოქმედო ღონისძიება ჩაატარა, მაგრამ სამწუხაროდ შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა საშუალება არ მისცა მაშინდელ ჩვენ საგვარეულო ერთობას. ეხლა მე მინდა გიამბოთ ფუტკარაძეთა საგვარეულო კავშირის შესახებ. ჩვენ განვიხილოთ ჩვენი გვარის ფუძის წარმოშობა და შემდეგ კავშირის შესახებ. საქართველოში გვარი ფუტკარაძე ჯერ კიდევ მე-12-მე-13 საუკუნეების გვარის ნუსხაში ტიფეთის სულთა მემატიანე 588 მოსახსენებელ შორის მოიხსენიება მეფუტკრეთ ივანე და მეფუტკრეთ გუგუნა. გვარის სათავე დაუდო ვინმე ფუტკარამ, რომლის ფუძედ გამოიყენება მწერის სახელი ფუტკარი. ფაქტობრივად გვარის ჩამოყალიბებას საფუძვლად უდევს სამეურნეო საქმიანობა, კერძოდ ფუტკრის მოშენება. გამომდინარე აქედან დასახლებულ ადგილს საფუტკრიეთი ეწოდა, ხოლო აქაური მცხოვრებლები თავიანთ სამეურნეო საქმიანობიდან ფუტკარაძეებად იწოდებოდნენ. სწორედ ასეთი სოფელი იყო საფუტკრიეთი, რომლის მდებარეობს აჭარის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მაჭახლის ხეობაში. ფაქტობრივად სოფელი საფუტკრიეთი იყო ფუტკარაძეთა გვარის თავდაპირველ საცხოვრებელი კერა, ანუ ბუდე, საიდანაც მოხდა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში მათი განსახლება. საქართველოში 2024 წლის მონაცემებით არის 8689 ფუტკარაძე და მათი რაოდენობა ქვეყანაში გავრცელებულ 15000 გვართან შორის 25 ადგილზეა, ხოლო აჭარაში მე-10 ადგილზე 5768 ფუტკარაძე. საქართველოს თითქმის ყველა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში ცხოვრობენ. გურია, სამეგრელო, ქუთაისი, წყალტუბო, ზესტაფონი, ხონი, მარტვილი, ლეჩხუმი, თბილისი და ასე შემდეგ. ფუტკარაძეთა განსახლება სოფელ საფუტკრიეთთან მოხდა თურქ-დამპყრობელთა შემოსევის შემდეგ მე-16 საუკუნის 70-იან წლებში. ძირითადად შუახევის მუნიციპალიტეტის მარეთის ხეობაში, იმერეთისა და სამეგრელოს მიმართულებით. მე-20 საუკუნის 70-იან წლებიდან საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ჩასახლებული ფუტკარაძეები შუახევის ხეობიდან არიან. ეხლა მინდა შევეხო თემას ფუტკარაძეთა საგვარეულო კავშირის ჩამოყალიბებასა და აქტივობებს, რა გაკეთა ამათი წლის განმავლობაში. გვერდი ფუტკარაძეთა საგვარეულო კავშირის 2015 წლის დეკემბერს მოხდა მისი დარეგისტრირება და კონსულტაცია გავიარე ბატონ ედუარდ ფუტკარაძესთან. შეკრებები ტარდებოდა ქალაქ ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში. მობილურთა თუ ფეისბუქით ფუტკარაძეებს უთანხმებდებოდი შეკრებებზე. ასე ჩატარდა უნივერსიტეტში რამოდენიმე შეკრება, ხოლო 2015 წლის 28 მარტს აც განსვენებელ ბატონ ტარიელ და მასთან ერთად აღმოსავლეთსა და დასავლეთში მცხოვრები ფუტკარაძეები ჩამოგზავნდნენ და უნივერსიტეტში განვიხილეთ ფუტკარაძეთა საგვარეულო კავშირის შემდეგი გეგმები. შედგა ოქმი, მომზადდა მასალები, ჩამოყალიბდა გეგმა. შედგა 2015 წლის 14 მაისს ბატონ გურამის იუბილეზე უნდა შემდგარიყო ფუტკარაძეთა საგვარეულო კავშირის რეგისტრაცია, რომელიც წესდება უნდა მოემზადებინა ადვოკატ ბატონ ჯაბა ფუტკარაძეს. 28 მარტის შეკრებაზე ასევე იმყოფებოდა ქუთაისიდან ბატონი დავითი კაცი ფუტკარაძე, რომელმაც 2 მაისს ქუთაისობაზე მიგვიწვია
ჩავედით 20 კაციანი ჯგუფი აჭარიდან, ნახეთ ბევრი ღირსშესანიშნაობები და შემდეგ მოგვიწია ვახშამზე დარჩენა. 14 მაისის შეთანხმების თანახმად ჯაფა ფუტკარაძის მომზადებულ ფუტკარაძეთა საგვარეულო წესდებით საჯარო რეესტრში გავიარეთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის შემდეგ ისევ მაისში საქართველოს ბანკში გაიხსნა ანგარიში ფუტკარაძეთა საგვარეულო კავშირის. წესდების თანახმად ჯერჯერობით სანამ შემდგომი ნაბიჯი გადაიდგმებოდა, რეგისტრაციის თანახმად მმართველი ორგანო გამგეობა იქნებოდა 7 კაცის შემადგენლობით, ხოლო სარევიზიო ჯგუფი 3 კაცის შემადგენლობით. ხოლო დამფუძნებლები, რომლებმაც ბათუმსა თუ სხვადასხვა რეგიონებში რეესტრებში ელექტრონულად მოაწერდნენ ხელს და გამოცხადდებოდნენ, ასეთი იყო სტატისტიკით 30 კაცი. ანუ დამფუძნებლები არიან 30 კაცი, ხოლო ასევე თანადამფუძნებლად ჩავთვალეთ ის ფუტკარაძეები, რომლებიც შეკრებებზე თბილისსა თუ სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოდიოდნენ, მაგრამ გარკვეულ მიზეზების გამო, მაგალითისათვის ბატონ ედიშერს მოუწია უცებ გამგზავრება უცხოეთში. ასევე დავანონსეთ ბატონ რაჟდენის იუბილეზე არჩეული იქნას დარბაზი 21 კაცის შემადგენლობით. აღმოსავლეთ საქართველოში 7 კაცი, დასავლეთ საქართველოში 7 კაცი და აჭარა-გურიის რეგიონში 7 კაცით, რომლის თავმჯდომარე იქნებოდა თვით ბატონი რაჟდენი ფუტკარაძე. მაგრამ 13 ივნისს, რადგანაც შაბათი იყო, ბატონ რაჟდენის 10 ივნისს ჰქონდა იუბილე, ამიტომ გადავიტანეთ 13 ივნისს და ბათუმის რესტორან ვოქში იუბილესთან ერთად დავანონსეთ, ანუ ჩამოაყალიბეთ ფუტკარაძეთა საგვარეულო დარბაზი. თუ ვინ არის გამგეობის თავმჯდომარე წევრები და ასევე დარბაზის წევრები, დამფუძნებლები საიტი კეთდება და მონაცემები იქ იქნება ასახული. შეკრებებმა გადმოინაცვლა უნივერსიტეტიდან ბათუმის კანდელაკის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, რომლის ხელმძღვანელიც გახდათ ბატონი გურამ ფუტკარაძე. ბატონმა გურამმა დაიწყო გერბზე და დროშის შექმნაზე მუშაობა, რომელმაც საგვარეულო კავშირს გაუკეთა დიდი საჩუქარი, ხოლო მისმა შვილმა დავითმა დაწერა წმინდა გიორგის ხატი ჩვენი გვარისათვის და 29 ნოემბერს მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში გვართან ერთად ეს ხატიც იკურთხა. აჭარიდან და ასევე სხვადასხვა რეგიონებიდან საკმაოდ ბევრმა ფუტკარაძემ მოიყარა თავი. გვარი და ხატი აკურთხა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ. კურთხევის შემდეგ ჰქონდა ვახშამი. ვახშამზე დამატებით თანხიდან აიკრიბა 1000 ლარი, რომელიც მოხმარდა სამების საკათედრო ტაძრის გალავნის მშენებლობას. 29 ნოემბრიდან 2015 წლის დაიწყო ხატის დაბრძანება ფუტკარაძეების ოჯახში, დედაქალაქიდან და 1 წლის შემდეგ ჩამოაბრძანეს აჭარაში 2016 წლის 17 დეკემბერს. ვოქში, ქალაქ ბათუმის რესტორან ვოქში შედგა დიდი ცერემონია და შემდეგ აჭარის ოჯახებში დაიწყო დაბრძანება ამ ხატმა. 10 წლის განმავლობაში ჰქონდა გამგეობის დროშის წარდგენა თუ ფართომასშტაბიანი ფუტკარაძეთა შეკრებები, რომელიც გვარის კურთხევის შემდეგ სულ ტარდება აჭარაში. ჩამობრძანებული იყვნენ რეგიონებიდანაც ცაგერი, სამეგრელო, ლეჩხუმი, ზემო საქარა, სხვადასხვა რეგიონებიდან თუ თურქეთიდანაც. დავაფინანსეთ ჩვენი ახალგაზრდა პოეტი ბიჭი ნიკა ფუტკარაძე 3000 ლარამდე, რომელიც დაიბეჭდა მეოთხე წიგნის ტირაჟი წვიმის სტუმრები. ასევე მის ძმას გიორგი ფუტკარაძეს X ფაქტორში ხმის მიცემით დაეხმარა
გვარმა და გავიდა მეორე ადგილზე. საპატიო სიგელები თუ საჩუქრები გადაეცათ გვარში აქტიურ ფუტკარაძეებს, ასევე დავაჯილდოეთ ფულადი ჯილდოები თუ საპატიო სიგელებით ევროვიზიაზე გამარჯვებული ანდრია ფუტკარაძე და ჭიდაობასა თუ კარატეში გამარჯვებული ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონები. 2017 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტ ახალ სოფელში დავიწყეთ ფუტკარაძეთა ოჯახების აღწერა, სადაც ცხოვრობენ 60 კომლამდე და ნახევარზე მეტი ოჯახის აღწერა და ფოტო-ვიდეო გადაღება შევძელით. ასევე ქონდა აჭარაში რამოდენიმე სოფელსა თუ მუნიციპალიტეტში სტუმრობა. 2016 წლის 28 თებერვალს რამოდენიმე ფუტკარაძეს თანხმობით ვესტუმრეთ ზემო ზაქარაში მცხოვრებ ფუტკარაძეებს, სადაც ადრე 60 კომლამდე ცხოვრობდნენ. დღეს დღეობით 25 კომლამდეა შემორჩენილი. ავირჩიეთ იქაური მაცხოვრებელი კახა ფუტკარაძე ამ სოფლის ზედამხედველად. ვიყავი ასევე 2016 წელში თბილისში და იქ ცხოვრებ ფუტკარაძეებთან ერთად შევიკრიბეთ და ვიმჩნევთ სამომავლო გეგმებზე. ბოლო ამა წლის 7 მარტს ქონდა გამგეობის შეკრება ბატონ ზურაბ ფუტკარაძის რეზიდენციაში. გამგეობის შეკრებაზე გადაწყდა, რომ ბევრი აქტივობები გავაკეთეთ აქამდე, მაგრამ უფრო მეტი ფუნქციონერებისათვის საჭიროა შევიცინოთ კომპიუტერი, ვიქირავოთ ფართი და ავიყვანოთ შემდგომში მდივანი. ასევე გადაწყდა, რომ 7 მაისს ჩატარდეს ფუტკარაძეთა ფართომასშტაბიანი საგვარეულო კავშირის 10 წლის იუბილე. ჩვენმა გვარის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ბატონ ზვიად ფუტკარაძემ, რომელიც არის ტექნიკის უბადლო მცოდნე, შემოგთავაზა უსასყიდლოდ საგვარეულო კავშირის საიტის გახსნა, რის გამოც მას მადლობას ვუხდით ფუტკარაძეების სახელით. მადლობა ყურადღებისათვის, ვირფასო ფუტკარაძეებო.